და გადავიდეთ თემაზე, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეული თემა არის ხოლმე ჩემი მოსწავლეებისთვის, მაგრამ გპირდებით, რომ ამ ვიდეოს თუ ყურადღებით მოусმენთ, შეკითხვა აღარ დაგრჩებათ ამ თემაზე. საქმე ეხება this, these, that, those. ჩვენებით ნაცვალსახელებს. მოკლედ, ეს სიტყვები, ეს 4 სიტყვა არის ჩვენებითი ნაცვალსახელები. რას ნიშნავს ჩვენებითი ნაცვალსახელები? როდესაც მივუთითებ რაღაცას და ვამბობ ის, ეს, ისინი ან ესენი და გადავიდეთ ახლა თითოეულის განხილვაზე. This ნიშნავს ეს. ანუ this გამოვიყენებთ, როდესაც ვსაუბრობ ერთ საგანზე, რომელიც ჩემთან ახლოს არის. მაგალითად, აი მე ხა გვერდით მაქვს კალამი და ვიტყოდი this pen. ხედავთ, რომ ხელში მიჭირავს, ანუ ჩემთან ძალიან ახლოს არის და ეს კალამი. This pen. თუ მინდა ვთქვა, ეს კალამი არის ლურჯი, ვიტყოდი this pen is blue. ხედავთ, რომ ლურჯად დაწერს, ლურჯი სახურავი აქვს. ანუ this pen is. ერთი რახან არის, მაქვს this pen is და არა are. მეორე კალამიც მაქვს. ასევე ლურჯი კალამია. ხედავთ, რომ ახლოს მიჭირავს ორია და ანუ ერთზე მეტი რახან არის, უკვე უნდა ვთქვა these. ვიტყოდი these pens are blue. კიდევ ერთხელ these ესენი, რამდენადაც მრავლობითია უკვე these ესენი, მოითხოვს რომ არსებითიც ჩაჯდეს მრავლობით, იმიტომ რომ ორია. These pens. შესაბამისად ვეღარ ვიტყვი არის და უნდა ვთქვა არიან. These pens are blue. გადავიდეთ ის, ისინი ამ სიტყვებზე. ის ინგლისურად არის that და ვიტყოდი, გულისხმობ აი მაგალითად ამ წიგნს. ან შეიძლება მოდი იმ წიგნს უფრო გულისხმობ, იმიტომ რომ შორს არის უფრო ჩემთან. ანუ ვერ ვწუდები ხელით. ანუ ვიტყოდი that book. That book is interesting. ის წიგნი საინტერესოა. ერთ წიგნზე ვლაპარაკობ. მაგრამ ამ ხარეს რა წიგნებიც არის უკვე ამას თუ გულისხმობ, ვიტყოდი those books. და უკვე ვიტყოდი those books are interesting. Those books are interesting. იმის მიუხედავად, რომ წიგნები, რომელზეც მიუთითებდი, არ ჩანს ვიდეოში, იმედი მაქვს მივხვდით, რომ საუბარია შორს მყოფ წიგნზე ან წიგნებზე, როდესაც that and those ვიყენებ. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ამ 4 ჩვენებითი ნაცვალსახელის გამოყენებას. This pen is black. ეს კალამი არის შავი. I like this pen. მე მომწონს ეს კალამი. საუბარი მაქვს ერთ კალამზე, რომელიც აი ახლოს არის ჩემთან. These pens are red. ეს კალმები არის წითელი. These pens are my favorite. ეს კალმები ჩემი საყვარელი კალმებია. შემეძლო ასევე მეთქვა These are my favorite pens. These are my favorite pens. ანუ როგორც ხედავ, შეიძლება რომ this მოსდევდეს უშუალოდ საგანი, ნებისმიერს ამ 4-დან, რომელზეც ვლაპარაკობ, ეს მიემართება ყველას. შეიძლება ჩვენებით ნაცვალსახელებს მოსდევდეს უშუალოდ საგნის სახელი, როგორც this pen ან these pens, ან შეიძლება მოსდევდეს უბრალოდ this is my favorite pen ან these are my favorite pens. ორივე შესაძლებელია, უბრალოდ ვითვალისწინებ კიდევ ერთხელ იმას, რომ თუ ერთ საგანია უნდა იყოს this და ზმნა უნდა შეეწყოს მხოლობით რიცხვში, მაგალითად this is my favorite pen ან this pen is my favorite ან თქვათ მრავლობით რიცხვში იქნებოდა these pens are my favorite ან these are my favorite pens. ისევ წიგნებზე ვილაპარაკოთ, რამდენადაც ცოტა შორს არის. That book is interesting. ის წიგნი საინტერესოა. ან that is an interesting book. ის წიგნი საინტერესოა. თუ ბევრ წიგნზე ვსაუბრობ, უკვე ვიტყოდი. Those books are interesting. ის წიგნები საინტერესოა. ან those are interesting books. აი ამაზე ვლაპარაკობ, რომელიც შორია. Those are interesting books. ისინი საინტერესო წიგნებია. ხედავთ, those are იქნებოდა.
განვიხილეთ მთელი საჭიროებო საკითხები ამ ჩვენებით ნაცვალსახელებთან დაკავშირებით და there are კონსტრუქციები. იმედი მაქვს გასაგები იყო, თუ რაიმე დაგვრჩა გაურკვეველი, ან რაიმეს ვერ გავეცი პასუხი ამ ვიდეოში, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში და ავხსნი. ზოგადად ეს დღევანდელი თემა საკმაოდ ძირეული და ძალიან საბაზისო ინგლისური არის, შესაბამისად დარწმუნდით იმაში, რომ ეს კარგად გესმით, იმიტომ რომ ეს თემები მუდმივად შეგხვდებათ, რაც უფრო ახალ საფეხურზე გადახვეთ ინგლისურის სწავლის და რაც უფრო აიმაღლებთ დონეს, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რომ ეს საბაზისო ინგლისური ვიცოდეთ. ამიტომაც კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ თუ რაიმე დაგვრჩა შეკითხვა, აუცილებლად აღმოვხრათ ეს შეკითხვა და ეს გაუგებრობა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ვიდეოს ბოლოს არ გიტოვებთ დღეს კვიზს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სავარჯიშო შეიძლება იპოვოთ ონლაინ, რომელიც თქვენს უფრო მარტივი გასაკეთებელი იქნება. დავდებ რამდენიმე ლინკს აღწერაში, შეგიძლიათ უბრალოდ გადახვიდეთ ამ ლინკებზე და პირდაპირ ონლაინ გააკეთოთ სავარჯიშოები და იქვე შეამოწმოთ. შევხვდებით აპრილიდან იმ ვიდეოების გარდა, რომელიც ამჯერად კვირაში ერთხელ დაიდება, სიურპრიზებიც მაქვს თქვენ. ასე რომ აუცილებლად დარჩით, ასე ვთქვათ, ერთგულ მაყურებლებად არხის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეს შემოგთავაზებთ. ნახვამდის and see you soon.